ფორმულა 1 მშვიდობის სეტანტა სპორტსი და ვისწოли წარმოგიდგეთ გადაცემა ბოქსებს პაატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, დღეს მიმოვიხილავთ რა თქმა უნდა განვლილ ეტაპს, რომელიც მაინც საბოლოო ჯამში საინტერესო გამოდგა, მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი. იმასაც დავამატებ, რომ თუ გნებავთ ფორმულა 1 პირდაპირ ტრიბუნებიდან დაესწროთ, შეამოწმეთ ტურები матч-day ტურსზე. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ჩვენი კოლეგა დავით გაბელაშვილი, ოღონდ ჩოგბურთის კომენტატორია, დავითი ასევე არის ძალიან კარგი კულინარი და მოდი პირველ კითხვას ასეც დაგისვამ, როგორ დაიწყო შენი ფორმულა 1-თან დამეგობრება და რამდენი ხანია რაც უყურებ საერთოდ ფორმულა 1-ს? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ მომიწვიეთ. ფორმულა 1 ბავშვობიდან, შუმახერის ეპოქიდან რა, საერთოდ პირველი სპორტთან გადაკვეთა ჩემი იყო ფორმულა 1 და შუმახერი რა. და ესეც საყვარელი სპორტსმენის პირველი შუმახერი იყო ჩემთვის. იცის. ხო. ცნო გამიკვირდა. არ იყო ჩოგბურთი და იყო ფორმულა 1. აი ძალიან ადრე პირველი მოგონებები რაც მაქვს სპორტთან მიმართებაში არის ფორმულა 1 რა. დიდად კი ვერ ვიაზრებდი რაღაცებს დეტალებში, მაგრამ ძალიან ესე უყურებდი. შუმახერი კარგი არჩევანი გაქვს გაკეთებული. ისე ჩოგბურთის კომენტატორი ხარ და აი შენის აზრით რომელი პილოტი იქნებოდა კარგი ჩოგბურთელი? ან შორის მე მგონია რომ მაგორ სპორტის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთის სპორტი კარგად ითამაშონ, იმიტომ რომ ინდივიდუალური სპორტი არის და ყველაფერი დიდწილად ფსიქოლოგიაზე დამოკიდებული არის და რაღაცა კარგი თუ მოინდომებდნენ, კარგად გამოუვიდოდათ ეგრე მგონია. ხო, აი მაინც ვინ იქნებოდა კარგი პილოტი? კარგი პილოტი ჯოკოვიჩი, ნერვი არ აუტოგდებოდა და ისე შევიდა ჩემპიონიც გახდებოდა. და რომელი პილოტი იქნებოდა კარგი ჩოგბურთელი? სტროლი ხო არის, რაც ჩოგბურთელი. მე მგონი სტროლი ისედაც ყველაზე კარგი ჩოგბურთელია. შედარებით ცოტა ტანმაღალი ვინცაა, ჯორჯ რასელი ალბათ. რასელი, ხო. ანუ ოკონი. ოკონი, ხო. მე უნდა გითხრა. აბა გასლის ხო არ იტყო. ისე ხო, მოდი იმასაც შევეხოთ, ხო, წეგან თქვით, რომ რაღაც ამ ყველაფრის მიღმა გაქვს შენი რაღაც კულინარიული ჰობი. აი ეს როდის დაიწყო, როდის მიხვდი, რომ რაღაცების გაკეთება ძალიან გემრიელად და კარგად შეგიძლია. აი, როცა დამჭირდა, ალბათ მან რაღაცების გაკეთება კი მიყვარდა, მაგრამ მე როცა ძალიან გავედი და გაუტიე, მაგის მერე მივხვდი, რომ რაღაცებს ჩემით თუ არ გავაკეთებდი, ისე არ გამომივიდოდა რა, წონის კლებაზე ვამბობ. რაღაცები რომ ვცადე მერე მომეწონა და მივყევი რასაც. ო, ანუ სწორი კვება, ხო? ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მოკლე ხანში აი ამ სწორი კვები ძალიან მაგარ შედეგსაც მიაღწია, უყურებ ჩემ ვიდეოებს, ძალიან მოგწონს სხვადასხვა შენი კონტენტი. მადლობა. მე უნდა ვკითხო მაინც რა, უნდა შევადარებინო პროდუქტებზე პილოტები რა. Verstappen-ი ვინ იქნებოდა? Verstappen-ი ცივი დაწურის ზეითუნის ზეთი, აი მინუსი არა აქვს. ხანდახან რომ შეიძლება გაგამწაროს, მაგრამ რასელი სტაბილურად კარგი, არ ვიცი, კაი ქათამი ალბათ. ან რაცა ხო შემწვარი, ხო? ალბათ. აი ყველა შესაძლო ცუდი რაღაც უკვე თქვი და მაშინ ოკონი ვინ იქნებოდა? აი კიტრი რო არის, ხო იცი, მწარე რო ამოდის. ბოლო რო. აი ორი რო არის, ერთნაირი და ერთი კაია და მეორე მწარე. მწარე არის ოკონი. ისე ეხლა ვის ხომაგობ ამჟამად? გუნდს პილოტს. ნუ ფერარის ხომაგობ, მაგრამ სამწუხაროდ ისე არის ეს ბოლო წლები, რომ ფერარის ხომაგობას ახლა მეხუთე ადგილისთვის რო უხომაგოს და ესეთი არის, ნაკრები მუღამიანი და ხო და მომიწია რატომღაც მაქსის ხომაგობა. ესეც იმიტომ, რომ მე არ მინდოდა ჰამილტონს მოეგო. აჰა, შუმახერის. ამასობაში ისო ხომაგობდი მაქს კი მე მგონი მაქსის ხომაგაც ჩამოყალიბდი, არ ვიცი. შაშანაც მაქს ხომაგობდი. მაქს საცილოის არის ხოლმე, აი ვისაც არ უყვარდა მაქსი და ჰეითებდა, ასე ვთქვათ, ისინი გულშემატკივრობენ დღეს მაქს ვერსტაპენს. აი ზუსტად იდეალური ის არის შესწყვისი, ძველმა ჰეითერებმა შემიყვარესო, ახლები მჭირდებაო, აი ზუსტად. ხო, აი რაღაც ხო არსებობს, ყველაფერს ხომ აქვს ბჭალებში 5 წლის წინ. კი. და აი 5 წლის წინ როგორც ეს იზღებოდათ ადამიანი, ეხლა სხვანაირად ახლა ლუისის და მაქსის ბრძოლა იყო. ლუისის გულშემატკივრებსაც კი შეუყვარდა. ხო და ლუისის და მაქსის ბრძოლა იყო გუშინ და რო დაამთავრდა რბოლა, ანუ გადაეხუნენ ერთმანეთს რაღაც წარმოგედგინა 21-ში რო ეგრე შეიძლება ერთმანეთისთვის რაღაც მიელოცა რბოლის დამთავრება შედეგი. ეს იზღებოდათ ერთმანეთი. რომელ გრან-პრის აქვს ყველაზე მაგარი გასტრონომიული კულტურა შეცდეთ? მონცას იტალიას. როგორ მომენტალური პასუხი. ხო რა, მექსიკა შეიძლება, მაგრამ მონცა ხა მაინც.
ესე რატო საფრანგეთია? საფრანგეთიც, მაგრამ იაპონიაც აღარ არის, იაპონიაც ხო არის ესე პრინციპში. მაგრამ მაინც საფრანგეთის გრან-პრი არ არის. არ არის წელს ხო. როგორი მულტიკულტურული ფორმულა 1 გვაქვს თუნდაც კულინარიის კუთხით, მაგრამ ალბათ მაინც იტალია ხო. ან მაინც მე მგონია რომ დემოვნებაზეა ეგ დამოკიდებული. მაყურებელს დაგვიწეროს. ეს საინტერესო კითხვა იყო ძალიან. კი. მოდი წავიდეთ ავსტრიაში, რა სიტყვით. სიამოვნებო. ავსტრიაში ვარჯიშებზე გამოჩნდა რომ Mercedes დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა იქ ჩანდა რომ McLaren-ი ახლოს უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში არც ისე შორს იყო, მაგრამ მაინც შორს იყო რა, ანუ დროს რო დახედო არ იყო შორს, ჯამურს, თუმცა ანუ წარმოუდგენელი იყო Mercedes პრობლემების გარეშე, რომელიმე სხვა გუნდს რამე ექნა ალბათ Max-ის გარდა. ხო, ალბათ მაინც აკვალიფიკაციო ტემპში იყო McLaren-ი, ცოტა ახლოს რბოლაში, ახლოსაც ვერ მიდიოდა. 18 წამი წააგო, არ არის ძალიან ბევრი ახლა. McLaren-ისთვის ბევრი. მაგრამ ხო, აი თან ბევრია, თან არ არის. სარბოლო ტემპი ხო, სარბოლო ტემპი არ ქონა McLaren-ის კარგი. ნუ Mercedes-მა მართლა ყველაფერი მოიგო, არ ვიცი, ძალიან უხდებოდა ეს ტრასა პლუს ამას რაღაც გაუმჯობესებული ბატარეა გამძლეობის მხრივ და გამოჩნდა რომ მართლა თურმე ძალიან გამძლე ყოფილა იმ სიცხეში, ორივე რბოლებმა ჩვეულებრივ პოდიუმზე დაასრულეს რბოლა. ხო, ვარჯიშები იყო საინტერესო იმ მხრივ კიდე რომ ველოდებოდით Ferrari-სგან იმ განახლებას ძრავის კუთხით რაღაც 6-7 რომელმაც მარტო კვალიფიკაციაზე იმუშავა. ცხენის დალოვნახონ ხო და პარასკევს პირველ ორ ვარჯიშზე როგორც მახსოვს არ ქონდათ ეს განახლება დაახლოებით 16-ს აგებდნენ სწორ მონაკვეთზე. მერე რაღაცნაირად ხო კვალიფიკაციაში უკვე აღარ იყო ეს სხვაობა და Ferrari-ც დავინახეთ რომ რეალურად იბრძოდა და კვალიფიკაციაზე საერთოდ რა მოხდა. აი ეგ მაგას შევეხოთ აუცილებლად იქ ყვითელი დროშები გამოფინეს მას შემდეგ რაც Max ფრთა არ დაეხურა და შეცდომა დააშვებინა ამ ფრთის არ დახურვამ. ეს ყველაფერი მოხდა პირდაპირ ანტონელის წინ. ანტონელის ორმაგი ყვითელი დროშები ეგონა და პრინციპში მოდი ისიც თქვათ ხო, კარგი რასელს არ დაურღვევია წესი არანაირი, თუმცა მე მგონი რომ იქ ერთმაგი ყვითელი დროშები ალბათ 100-დან ერთხელ არის ეგეთ სიტუაციაში, ხო? ან ორმაგი ყვითელი დროშებია, ან პირდაპირ წითელი დროშაა ხოლმე. რას ფიქრობ დავით მაგ მომენტზე? ძალიან სახიფათო მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ ეხტაჭერილი გაიარა იმ მონაკვეთში, სადაც Max-ი იყო დალეწილი. ანუ რაღაცა რომ შეცდომა დაეშვა Russell-საც იმ მონაკვეთის გავლა უწევდა რა, სადაც Max-ი იყო კედელთან შეჯახებული რა. ხო, თან იმაზე თუ უტრირებენ რომ რაღაც Max-ი მოშორებული იყო და იმაზე თუ ხას უსვამენ რომ Max-ი მოშორებული იყო ტრაექტორიიდან და ასე შემდეგ, არ ვიცი, ასე დაუყარგე ჯულბიანკი ხო, რომელიც ასე მოშორებით იყო ტრანსპორტი, მართალია ხა აქ მშრალი პირობები იყო და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არავინ იცის ხო იმ ადგილას მით უმეტეს მოცურების კვალი ეტყობოდა ხო იქნებ სხვასაც იგივე პრობლემა მოუვიდეს არ დაეხუროს ფრთა და ზუსტად ესე გაფრინდეს Max-ისკენ. მეც გეთანხმებით მაგაში რომ ალბათ ყველაზე ლოგიკური და ნორმალური იყო ორმაგი ყვითელი დროშები პლუს ამას ეს გააკეთეს ოღონდ დაგვიან თვითონაც მიხვდნენ რომ რაღაცნაირად შეცდომა დაუშვეს. კიმის შეცდომა ერთადერთი იყო ის რომ ბოლომდე უნდა გაყოლოდა თავის ტემპს. ალბათ ბონუს შეცდომაც. ბონუს შეცდომა იყო იმ მხრივ რომ ორჯერ გაუმეორა ყვითელი დროშებიო. კიმი მიფიქრა რომ double yellow იყო, ანუ ორმაგი ყვითლები იყო, რაღაც ბონომ ორჯერ უხსენა ყვითელი და ამაზობაში აიბნენ ორივე. ისე ბონინგტონისგან ცოტა მაინც ამხელა გამოცდილების მქონე ტიპისგან, ცოტა მაინც გასაკვირია ეს ყველაფერი. ხო, თან იცი რომ კიმისთან რაღაც ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, იმიტომ რომ ახალგაზრდაა, პატარაა. ჯამში გამოვიდა ისე რომ კიმი ბოლომდე დააგდო ეს სიჩქარე, ეგონა ორმაგი ყვითელი დროშები. ორმაგი ყვითელ დროშებზე უნდა გააკეთო. ხო, არ შეხედა იმ აჩვენებელს, სადაც წვანენთო და რასელი კი პირიქით, რომელიც გამოცდილია, რომელმაც იცის როგორ უნდა მოიქცეს, როცა ერთმაგი ყვითელი დროშა იქ სიჩქარის დაგდების ლიმიტი არ არსებობს, უბრალოდ უნდა აუშვა, დაფიქსირდეს მაუში, აქსელერატორიდან ფეხი და ტელემეტრიიდან რომ ტელემეტრიაზე რომ გადამოწდება ეს ყველაფერი ფია შენ თავს გან ბატარეაც დატენა, ხო? რაც არის ჩვეულებრივი ლოგიკური მდგომარეობა ამ რეგლამენტში. მე მგონია რომ სწორად მოიქცნენ ანტონელის და ბონოც და უბრალოდ ჯორჯმა, არ ვიცი, ასე ვთქვათ, ცოტა დაიკიდა ეს ყვითელი დროშა და გაუვიდა. ასე ხო, თუმცა წესი არ დაურღვევდა იმოქმედა. ხო, ანუ ვერს აი როგორ უნდა გაარჩიო იმ წამის მე-1000-ში, რაც ჯორჯს ჰქონდა იმ ყვითელი დროშის შესახედად, ერთმაგი იყო თუ ორმაგი. ეგ როგორ უნდა გაარჩიო, მაგას ვერ ვხვდები. მაგას თვითონ საჭეზეც უმთებს ეგ რეჟიმი ირთვება რა და
ანუ ამასაც არ დავაკვირდი, მაგრამ კი საბოლოო ჯამში აღიარა რომ ჩემი შეცდომა იყო რა, იმიტომ რომ დაიბნა მაინც. ხო არ იტყვის ახლა Mercedes-ის ბრალი. არა, ჯამში Mercedes-ის ბრალიც არ ყოფილა ხა. არც მე უფრო გამოცდილებას ვაბრალებ, იმიტომ რომ ჯორჯთან ეს კარგი აქვს რა, იცის, აი ადაპტირება, იცის ძალიან სწრაფად, ძალიან ზუსტად, ამ მხრივ ძალიან ცივსისხლიანია რასელი და გამოჩნდა კიდე კვალიფიკაცია. არა და Ferrari უკვე ზეიმობდა პოზიცია. ეგ კი არა, პრინციპში ჩვენც თქვით პირდაპირ რეპორტაჟის დროს, რომ პოული არის ეს Ferrari-ის. ყველას ესე ეგონა, ანუ მე რამდენი ვიდეო შემხვდა, ყველგან ზეიმობდნენ Ferrari-ის ჩემპიონობა. ანუ ორმაგი ყვითელი უნდა აენთოთ იყოს. ხო, ჩემპიონობა. და კი. ორმაგი ყვითელი რო ყოფილიყო, წაართმევდნენ იმ პოულს ჯორჯს, ხო და მაგას ველოდებოდი საბოლოო ჯამში, რომ ეგრე მოხდებოდა, მაგრამ არა. იქ ასერიც ხო დარბოდა, მოწმებდა ალბათ თხოვეს რომ თხოვა რომ მომენტალურად შეემოწმებინა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ არანაირი წესი არ დაურღვევია. ო ასეც ქონა პრეტენზია იმაზე რომ ამ დროს რატო არ იყო ორმაგი ყვითელი და სადღაც ლოგიკურიც არის ეს. შეიძლება კი არა ამარ ბოლაც მოაგებინა რეალურად რა ჯორჯ რასელს ამ ყველაფერმა მოაგებინა რბოლა, იმიტომ რომ კიმის ცუდი სტარტი ქონდა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ორჯერ გადავარდა ტრანსფარგლებს გარეთ და სხვა შორის მანდაც ცოტათი დაინდეს კიმი, იმიტომ რომ პირველი წრე იყო და ანუ არ ჩაუთვალეს უპირატესობის მოპოვებად, თორე რეალურად სტარტზე როცა მოსახვევში ვერ ეტევი და ტრანსფარგლებს გარეთ გადიხარ და იქაც მოასფალტებული ზედაპირი ხდება, რეალურად დროს არ კარგავ. არა და შეცდომას უშვებ, ხო? ხო, აიმიტომ არ მიყვარს ხოლმე რა. მოასფალტებული ის ხო. კარგია, როცა მოხრეშილია. მოხრეში, აბა გადადი. მოხრეშილი რო არის, ვერსად ვერ გადახვალ, მექსიკაშიც რამდენი კამათი მოყვა, ხო, გახსოვს შარშა. აი მაქსმა საერთოდ პირდაპირიდან გადავიდა გვერდიდან შემოუარა მოსახვევს ლაბის. ხო, სტარტი Ferrari-ის გამოვიდა უკეთეს სტარტს რაღაც გამოასწორა კი. Ferrari არ აქვს ცუდი სტარტი, მაგრამ მაინც აი ის აღარ არის ხო, რაც იყო რა. აი ხვებთან შედარებითაც აღარ არის. მარტო Mercedes-ი არა, ანუ რაღაც აი კოლოსალური სხვაობა იყო. Ferrari რო იზრდებოდა, გეგონა რომ ყველა გაჩერებული იყო ჯერ. და რაღაც false start-ის შეგრძნება ჰქონდა. ო, არა, ეს აშკარად დასტაბილურდა. Ferrari-ს რამე კაი ქონდა, ყველა ეწევა და Ferrari-ს ხავს ვერ ეწევა. კი ბატონო, შეიძლება ეგრეც ითქვას, თუმცა წინარბოლები უისმა მეგარბოლები ჩაატარა, მაგრამ ხო, აქ უკვე ავსტრიაში აქ ეხა ვერაფერს ვერ იზამთრებდა. მე ბევრად მეცველოდი Ferrari-სგან მithumetes კვალიფიკაციის მერე. და მithumetes Barcelona-დან გადმოყოლილი ამ ტრიუმფის მერე ხო. თან ამდენი რავის აპგრეიდია ჩამოდის ისეთი, მეთქი საერთოდ რა ვიცი რაღაც. ხო, თუმცა ეს ის არ არის, ეს აპგრეიდი არ არის, რაც ცელოდები მინიმალური იყო. კიდე ექნებათ აპგრეიდი, მაგრამ აი არ ვიცი რა. ძალიან წინგონია Mercedes-ი მაინც. მე მგონი რომ არის კიდევ ძალიან. რაც Hamilton-ი რო Hamilton-ია, მაგით იმაშობა ცოტა ინტრიგას ჩემი აზრით, თორე ბევრად წინ იქნებოდნენ. ხა Leclerc-თან როგორც არიან წინ და როგორც უგებენ. ხო, Leclerc-ი. არა, Leclerc-ი კატასტროფულ მდგომარეობაშია. Ferrari-ზე ცალკე ვისაუბრებთ, დავიწყოთ ჩვენი აუთსაიდერებით და Cadillac-ზე რა უნდა ვთქვათ, სულ ორი წრე იარეს. ერთსაც ცეცხლი გაუჩნდა მუხრუჭებზე და მეორესაც მალევე გამოეთიშენ რბოლას და გაამინადგურეს მე ჩემი ფენტეზი. ორივე ყავდა? კი, ფენტეზის შენ ერთი? ერთი ვალტერი მყავდა მარტო. არა, მე გაამინადგურდა ჩემი ფენტეზის ქულები. თუმცა მე მგონი რომ ფენტეზიმდე მისვლა არ მინდა და ხო მეც ვეღარაფერს ვეღარ ვიტყვით Cadillac-ზე. Alpine-ზეც რა უნდა ვთქვათ? ჩავარდნილი რბოლა რეალურად მიუხედავად იმისა, რომ კარგი ბოლები იყო მანამდე მე-13-15 ადგილი არაფერი არ არის. ხო, მივეჩვიეთ ხო თან გასლისგან სუქულებისთვის იბძვის ის კი არა მონაკოში პოდიუმი ქონდა. გასლი თუ ოქო? გასლი. ხო და ხო Alpine არ გამოიყურება კარგად, რაღაც ვეღარ იბრძვიან ქულებისთვის. ანუ რამდენიმე რბოლა აქვს, ცოტა ის არის რა ჩავარდნა მონაკოს მერე რაღაც ის Alpine აღარ არის რაც იყო. და იმ ადგილას სადაც გასლი ყოველთვის იბრძოდა და ვიცოდით რომ კარგი იყო რაღაცნაირად ეს ჩაქვდნენ ალბათ მაინც რაღაც მეგა განახლებების პაკეტს ელოდებიან ან რაღაც ევროპული ტრასები მოკლედ ვერ ვიტყვით რომ რაღაც ძალიან მოუხდა Alpine-ს. კი, ეგრეა ნამდვილად კოლაპინტოც ერთი პერიოდი რა კარგი იყო და ეხლა ვეღარ დადის ისე კარგად. Audi-ზეც რა უნდა ვთქვათ, Audi ისევ ერთნაბიჯში ქულებთან მე-11-მე-12 ადგილი, ანუ იქ სადაც Audi ამთავრებს რბოლას, ყველა ამთავრებს დანარჩენი და ქულებში ვერ შედის და სადაც ქულები უნდა აიღოს, იქ ეთიშება.
ხო, თუმცა ახლა მაგის იმედზე თუ არიან, ეს წარმატებას ვერ მიაღწევ. სხვათა შორის აუდი კიდევ უკეთესი იყო. 6 ბოლდი. ხო, ვიდრე წინარბოლებში. ეს გახსოვს საერთოდ მე-11, მე-12-მდეც არ იყვნენ ახლოს. ეხლა რაღაცნაირად ჰქონდათ ეს ქულების მომენტი. პრინციპში მონაკოშიც ახლა ჰალკის გამოცდილების ფონზე რაღაცა შეიძლება ეკნათ, მაგრამ ანუ აუდი ცოტა იმედებს მიცრუებს რაღა დაგიმალოთ, აუდის ამ ეტაპზე ორ ქულაზე მეტი უნდა ქონდეს. ზაუბერზე უკეთესები ხო არიან? ვერ არის. ვერ რა. შარშან ზაუბერი უკეთ პოდიუმი ქონდა ზაუბერში. აქ უკვე რამდენი ქულა ქონდა, ეხლა რომ გადავამოწმო, არა სხვა შორის არ ქონდა. აი ზუსტად აქედან დაიწყო სადღაც საუბერმა ქულების დაგროვება. პოდიუმი სილვერსტოუნზე ხო ხანდა? კი. მაქედან აი სადღაც მაქედან დაიწყო. აუდის რამდენი ქულა აქვს ახლა? ორი. საუბერს არ ქონდა, ორი ამ დროს. 6-იც ქონდა და მე არა მეტი ქონდა. არა, საუბერს ბევრი ქულა პირველი ვერ ბოლა მაგარი ქონდა ხალხს ავსტრალიაში. ესპანეთში, ავსტრიაში მაგრამ ქულა. შარშან ამ დროს ბევრად მეტი რბოლა იყო. ხო, მეტი რბოლა იყო, იმიტომ რომ ხო, მაგრამ აი ავსტრალიაში რა შედეგიც ქონდა ჰულკენბერგს, ხო? მაგ შედეგზეც ახლოსაც არ არიან წელს, ხო? რაღაცა პოდიუმი. რაღაცა აუდის იმედი მაქვს, მაინც ანუ ბოლებს ამთავრებენ, იქვე ერთნაბიჯში არიან და სადღაც ხო, აი ერთნაბიჯში არიან. ხო, მაგრამ აი ამ სეზონში ხო მაინც გარდამავალი სეზონია ეხლა ეგრეც არ შეიძლება აუდიზე გადავლა, იმიტომ რომ ახალი გუნდია ეს ის, მაგრამ აი რაღაცა ცოტა პროგრესს ვერ ვხედავ რა. ან ჰულკენბერგიც რაღაცნაირად აი პოდიუმის მერე თითქოს აი რაღაც თავის მაილსტოუნს მიაღწია და დაამთავრა, არ ვიცი. მე მომწონს ჰალკი. უბრალოდ ბორტო ჯობნის. ანუ ეგეც აკითხავ ახლა რამდენად ჯობნის. მაინც ერთ დონეზე არიან. ჯერჯერობით. ხო და ანუ ბორტოლეტო დებიუტანტია, ფაქტი მეორე სეზონია. აღა დებიუტანტია, ყოველთვის დებიუტანტს ეძახის. მეორე სეზონი არის და ჰალკისთვის მეასე სეზონი არის. ჰალკი მართლა მე რამდენი სეზონია. უცა 2010-ში მოვიდა წარმოიდგინე. და ნუ რამდენი გამოტოვა ერთ. ის ერთ სეზონიც ხო იყო. ორი რბოლა იყო 20-20-ში, ხო. კოვიდიანებს ცვლიდა ჰალკი. ფორმულა 1-ის იბრაჰიმოვიჩი ყველგანი. ანელკა ალბათ. ხო, თუმცა ანელკა ტოპ გუნდებში თამაშობდა და ჰალკი ტოპ გუნდში არ ყოფილა. საერთოდ მთელი კარიერის მანძილზე. ანუ არც უილიამსში იყო, მაგრამ ნუ სახელით თუ ვიტყვით რომ ტოპ გუნდი იყო. აი მართლა სახელი იყო მაშინ ჩენები. ჰასზე არ ვიცი, შეგვიძლია გავჩუმდეთ, მე მგონი მე-14, მე-16, არ ვიცი, საერთოდ რატო გაფუჭდა ესე, ჰასი ვერ ხვდები. უკონი სადაც უკონის დებიუტანტია. არა და უკონი ყავს და ბიჭო, ხანდახან ყველას გვაქვს ფსიქოლოგიური მომენტები ცხოვრებაში, რომელსაც ტრასაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ხო, აი ყველამ დაამთავრა და აი ეს ბექმარკერები ძალიან უკან არის მე-14, მე-16, არა და ამ პოზიციებზე არ არიან ხოლმე, იმიტომ რომ ვიღაცები ეთიშებიან წინ და ეხლა რომ ყველა ლიდერმა დაამთავრა, ესე მოუწიათ. თან აი რაღაც არც ჩანს რაღაცა, რომ რაღაც იმედი შეიძლება ქონდეს ამას, არა და ხორ გაუშვებენ კამაცს. კამაცს არ ვიცი, ან ოკონს გაუშვებენ, ან კამაცს, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია მოკლედ ამ ხრივაც იდიოტებს ეძახიან ერთმანეთს, ვარჯიშებზე პილოტები თვითონ, ანუ ძალიან არეულია ის დრო დაბრუნდა, მაგნუსენი და დააბრუნებენ გუნდაშტაინერს და არ ვიცი, ანუ მე მგონი შტაინერი კი აი რაღაცნაირი გუნდია ჰასი რა, აი ნამდვილი ამერიკული გუნდი. ხო, აი რაღაც მართლა იმ ფორმულა 1 ფილმში როა რაღაც აი დაახლოებით. ახალი ფილმი როა. ხო, რაღაც ამ სცენარით მიდის ხოლმე რბოლები მათთანაც, ანუ ბერმანი მეწოდება ძალიან, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად კარგავს დროს და საერთოდ აღარ ეძლევა საშუალება რომ გამოჩდეს. არა და სეზონი როგორ დაამთავრა შარშანდელი. კარგად დაიწყეს თან. აშკარად ნიჭიერი არის ძალიან ბერმანი. უბრალოდ ხო არ ვიცი, ჰასი საშველი ესე რამდენი წელია პოდიუმს ვერ იღებს, ხო? ჰასი, არა და ბერმანი ერთ ნაბიჯში იყო მექსიკაში, შარშან პოდიუმთან და ერთი პოული აქვს, ხო? 22-ის ბრაზილია. ეს რა ვიცი, საჩამოიქცა რომ მაგას დაამთავრა წრე და უცებ წყალი დადგა ტრასას. ხო, ჰაზზეც პერს ვერ ვილაპარაკებთ, ისევე ალბათ როგორც ასტონ მარტინზე, ასტონ მარტინი კატასტროფა კიდევ ერთი. ალბათ ყველაზე დიდი კატასტროფა, ამ იმედგაცრუება ყველაზე დიდი ეგ არის.
ხო, ანუ აი თანადა როგორ ველოდით. ალონსომ კიდე ერთი სეზონი ვივლია. ფორმულა 1-ში არ უთქვამს ბოლებში დაურჩებიო, მაგრამ არ ვიცი სად ვიქნებიო ფორმულა 1-შიო თუ რამე სხვა სერიებში ალონსოს უყვარს ხო ეს მრავალფეროვნება რაღაც იქ ლემანში იყო ინდიში გამოცადა ბედი რაღაც მაგრამ გუნდ ძალიან უნდა რომ დარჩეს იმიტომ რომ ხო ეხა ალონსოც რო არ იყოს ამ გუნდში მე მგონი საერთოდ ჩამოიქცევა ასტონ მარტინი ანუ თუ რაღაცა მხრივ ასტონ მარტინმა ყურადღება შეიძლება მიიქციოს არის იმიტომ რომ ალონსო დადის და რაღაცა მიაქციო კიდე ხო და ანუ ლამაზი არის და რაღაცა მაინც ალონსომ არა ვიცი ეხა ბევრად მეცველოდი მე რა ხო ამ წელს არაფერი არის თან იქ ხო იყო ერთი სეზონი როგორ პოდიუმებს იღებდა ალონსო და მესამე გუნდი იყო ლამაზი მეორეც იყო რაღაც პერიოდი იყო რბოლები სადაც ხო სადაც მეორეც იყო ხო და აი უკვე რბოლის მოგება და რაღაცაზე იყო საუბარი და მე იმის მერე საერთოდ რეგრესია აქვს რაღაცა არა ეს რაც ხდება ასტონმა აღარ მახსოვს სკაიზე უსმენდი ვიღაც ამბობდა მექანიკოსებს შევხვდი ასტონ მარტინი ისე რაღაცა ვიცინეთო ფეხბურთზე როგორც კი ჩამოვარდა ლაპარაკი ფორმულა 1-ზე ეგრევე დაღურემილი სახეები მიიღესო ეგრევე ადგნენ და გავიდნენ საერთოდ იმდენად ენთუზიაზმიც აღარ აქვს ტიპებს რომ რაღაცა ფორმულა 1-ში რაღაც იმედი ქონდეთ რომ რაღაცას მიაღწიონ ანუ წელს გამორიცხულია მოკლედ წლევანდელი სეზონი უნდა რაღაცნაირად მიაგორონ ბოლომდე. დენად უკან არიან რომ რა უნდა გააკეთონ რომ რაღაცა ანდაც ვერ აგორებენ ჩერდებიან. ისე იმას რო უყურებ რა კვალიფიკაციის შედეგებს იქ ხო არის კადილაკი ახლა ახალი გუნდია მაგრად ჩამორჩება რა 2 წამით ის 4 წამით ჩამორჩება ანუ კოშმარი არის ანუ ავსტრიაზე ჩამორჩა 4 წამით ხო ხო 3 წამი და 3.5 წამი ანუ ბელგიაში ჩამორჩება რა 8 7% თან ავსტრიაში გამოჩნდა ძალიან ანუ ჩანს ხოლმე ძრავის მომენტი და ეხლა მაინც კადილაკს გინდა არინა ფერარის ძრავი აქვს ამათი მთავარი ტკივილი და ფერნანდოს თან უდევია ზონდა არა ხო ჰონდა და GP2 engine ხო სადაც ალონსო და ჰონდა სადაც ერთიანდებიან იქ თავდება ყველაფერი კატასტროფა ისე ხო დაიტანჯა ეს კაცი წასულიყო როცა წავიდა დარჩენილიყო ალპინში ან დარჩენილიყო ხო ჭორები ხო იყო ხო ბრუნდებაო თუ ფლავიოს და იქესაც ხო არა ბრუნება ნატო პიკესოს გასლი მშვენივრად შეასრულა რეისინგ ბულზე აი უკვე სხვადასხვა შეგვიძლია. გადავედი ტოპ გუნდებზე უნდა დაგეცო. ტოპ გუნდებზე გადავიდეთ დავიწყოთ რეისინგ ბულსით. კიდევ ერთი ორმაგი ქულები ხო სხვა შორის გასლიმ შეწყვიტა სერია. ყველა რბოლაში ქულა ქონდა და ჰამილტონს და გასლის, ხო? კი, პირველად ვერა იყო ქულა, დარჩა მარტო ჰამილტონი ამ ხრივ. ლოუსონი მეოთხე რბოლა ზედიზეთ ქულებში და მეოთხე ორმაგი ქულები. ზედიზეთ რეისინგ ბულსისთვის ხო ანუ ზედიზეთ 4 ხო 4 რბოლა ზედიზეთ ორმაგი ქულები ანუ საოცარი შედეგი არ ქონია მე მგონი ხო არა არა მე ვერ ვიხსენებ რომ რეისინგ ბულს ესეთი კარგი რაღაც ტრიკი ქონოდა იმიტომ რომ თან ჩვენ ვიცით ხო რეისინგ ბულს ცოტა ესეთი არეული გუნდია ჰაასივით რა რაღაც იქ რაღაც ამრბოლაში შეიძლება საერთოდ ვერც ერთმა ვერ დაამთავროს მეოთხე მოიგონ საერთოდ მოცაზია რაღაცა არა მგონი ყველა სეზონში აჯობეს ჰაას მაინც მგონი ხო კი მე მგონი კი იმ სეზონს თუ არ ჩავთვლით ახლა გროჟანი და მაგნუსენის რიჩ ენერჯიანი ის რო იყო შავი ჰაასი ეგ ძალიან სწრაფი ჰაასი იყო ხო ერთი სეზონი ყავდა ჰაას მართლა ისეთი მანქანა ლამაზი და გროჟანი და მაგნუსენი რო აფუჭებდნენ ისეთი რა მართლა აფუ ერთმანეთს ეჯახებოდნენ 19-ში თუ 18 იყო ეგ და უამაზესი და 18-შიც კარგი იყო 18-ში სკაი სტარტი ქონდა ხო აი რაღაც სადებიუტო წლებში კარგები იყვნენ რეისინგ ბულზე კიდე რა შეიძლება ითქვას არ ვიცი ორივე ძალიან მომწონს ლოუსონიც კარგია ლინდბლადიც კარგია აი როგორ იმას მიტოვებს დაბეჭდილებას იცი ალბომი და საინს რო იყვნენ შარშან აი რაღაც ესე არიან ესენი წელს რა ნუ ლოუსონს უკვე გამოცდილია ლოუსონი მაგრამ აი ლინდბლადი ბრავო იმიტომ რომ ესე აყვე გამოცდილ თანაგუნდს უკვე გამოცდილია ხო მეოთხე სეზონია რეალურად ლოუსონი უბრალოდ სრული სეზონი ქონდა პირველად ჩარშანდელი ქულებშიც ძალიან ისე არიან უკვე რა დანარჩენებს ბევრ დაღემატებს აი ვილიამსი როგორც ხო შარშან გასლი არის წინ მაინც აი იმედებია ლოუსონზე და ლინდბლადზე პრინციპში ლინდბლადი კოლაპინტოსთანაც აგებს ალპინი ჯერჯერობით წინ არის, თუმცა ამცირებს და ამცირებს სხვაობას. ანუ მე დანარჩენი 4 გუნდი არის ძალიან უკან, ხო? ესე უკან არიან კი, ვილიამსი, აუდი, ასტონი, კადილაკი, საკმაოდ უკან არიან.
ჰასმა პირველ რბოლებში რომ დააგროვა ქულები, დამთავრდა მაგის მერე. ანუ მეხუთესთვის რეალურად Racing Bulls-ი და Alpine სასწაული შედეგი იქნება პატარა. რეალურად შანსი, მე მგონია რომ შანსი არ აქვს ხვებს, ანუ რაღაც საოცარი ხო. აპგრეიდი უნდა გააკეთონ. Williams-ის იმედიც ჰქონდა, მაგრამ ხო, მაინც არის. არ გახსოვს Williams ეგრე იყო, შაშნა კინა ვინ დაეწია კინაღამ, არა Alpine არ იყო. არა, ზუსტად Racing Bulls-ი იყო, ხო, ბოლორბოლები რო ქონდა კარგი. კი, არა, Racing Bulls ძალიან მაგარი რბოლები ქონდა, ბოლოს ჰაჯარმა პოდიუმიც აიღო. ხო, Racing Bulls-ი იყო. კი, აქედან გამომდინარე. პატარა Red Bull-ი ფორმაში არის. ან ფაქტიურად დიდი Red Bull-ია. უბრალოდ მაქსი არ ყავთ. რბოლაში არა აქვთ ახლა ეგ ტემპი, რაც დიდ Red Bulls, თუმცა ჰაჯარს ეხლა რავი ხანასწრებენ და იარა მე მგონი კვალიფიკაციაში კი, ხან ახლოს არიან ხა. თავისი ადგილი აქვთ მოკლედ, რაღაც ათეულში უკვე მონიშნული. და ლოუსონი, ანუ რაც არ უნდა კრიტიკა და სიმსახურებდეს შარშანდელი სეზონის მიხედვით, ანუ ტიპს მონიშნული აქვს თავისი ადგილი, ანუ ლოუსონთან ახლოს მიდიხარ, ავტომატურად გეშინია უკვე, იმიტომ რომ იცი რომ ძალიან ხისტი არის და ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გაგატაროს და პლუს ახლა აჩქარდა კიდევაც, ანუ მე ცოტა რას უკავშირებ, იცი აი მაგას უკავშირებ, რომ ისეთ ხისტი აღარ არის, რაღაც სისულელეებს აღარ აკეთებს და ამ ხრივ დაევარცხნა შედეგებიც ტიპს, ანუ იქ სულ რაღაც აიგრე ქულებში ქონდა შანსი ჰულკენბერგს დაინახავ და პერეს დაინახავ და ალონსოს რაღაც ფრთის გარეშე შემოდიოდა ხოლმე მოსაყოში და ეხა აღარ არის ეგ მომენტი, ანუ რაღაცა უფრო რაღაც ეთყობა ეს ფსიქოლოგია დაულაგა გუნდმა და აგე როგორ შედეგებზე გადის ხო? ვარ ბოლიდან 6-ში მაღალი ქულები აიღო. ანუ მე-10 ადგილი და რაღაც კი არა, მაღალი ქულები. დოქტორი მუშაობს? დოქტორის არის აღარ არის. დოქტორი აღარ. დოქტორი წავიდა, დოქტორი მაჩას ყიდის ახლა. მაგრამ შეიძლება ისეც მოუხდა ახლა. შეიძლება ეგეც მოუხდა, რომ დოქტორი წავიდა. წნეხის ხო, მოხსნა. რავია, პრესინგი და სულ რაღაც ხელებში უყურებდა რა სჭამდა და ეს და ის და ისე ეგ მართლა შეიძლება იყოს ფაქტორი. ბიჭო, ანუ ახლა ჰელმუტ მარკო რო ძალიან დიდი ბოროტი პერსონაჟია, ასე ვთქვათ, Racing Bulls-ის პილოტებისთვის და ამას დიდი წრეხი მე მგონი არც ერთ გუნდში არ არის ხო? აი რო ავიღოთ ახლა Racing Bulls-ი, რომ შევაჯამოთ პირველი 8 რბოლა, ანუ 16 შესაძლებლობა ხო ქულების, ანუ 8 შესაძლებლობა ლოუსონს და ლინდბლადს და 16-დან 11 ჯერ ქულა აიღეს. ანუ ძალიან მაგარი შედეგი არის. შედეგზე არის რეალურად. აბილურები არიან წელსწარი. კი, წავიდეთ ვილიამსში, ესე ის სიმფსონების მიმირო არის, ხო იცი, ქუდს რო ჩამოკიდებს და მე რო გადის, აი დაახლოებით ეგ უნდა გავაკეთოთ, გამარჯობა ვილიამს, დაახლოებით ვილიამს, კატასტროფა. ახმა ქონდა საისი რო გაჩა. საისი რო გაჩა. ამ მთელი მანქანა ჩაიშალა, ანუ რაღაცა ერთი კონკრეტული გია, ვა, ერთიანად ჩაიშალა ყველაფერი. მასკაში როა, ხო ის რო ბოლოს რო ესე საბურავი რო ძრება. საჭმელი რო გაზზე დაგრჩება. ეს და რომ ამოწევ იმას რო გადახტი და ყველაფერი ჩაკარშულია. დაახლოებით აი ეს რაღაც იყო, ხო არ ვიცი ვილიამსი თვითონაც პილოტები ისე უიმედოთ არიან რომ იმედია სადღაც ჩვენს გვეშველებაო დაახლოებით ასეთ კომენტარი ქონდა საერთოდ. რეალურად ჯობნიან კადილაკს და ასტონს. დანარჩენი აი როგორ უნდა მოინდომო რომ მაგათმა გაჯობონ. აუდისაც ჯობა. აუდის ქულები ჯობია, მაგრამ ტემპით ვეღარ ვეტყვი უკვე რომ აუდის ჯობა. მაგრამ ვილიამს ეგა აქ ერთს აიღებს იქ სადაც საჭირო და მე იძინებს რაღაც ერთ ხუთი. ბოლელებიც ახლა ისეთი ყავს, რა საინს ძალიან კაი ბოლელი არის. კი, ალბონი. ალბონიც, просто ალბონი წელს მე მგონი რაღაცა ცოტა ან კვალიფიკაციებსაც უკვე ძალიან ისე აგებს. ხო, რაღაც ცოტა შემორჩა ალბონიც ამ ვილიამს რა. ვილიამსში ამდენ ხანს ვინ ჩერდება. რეკორდიც ხომ მოხსნა მაგ მხრივ. და ცოტა მეწოდება საინსის და ალბონიც ამ ასეთი ტემპის მანქანისთვის. საინს საერთოდ ჩაიშალა, რასაც ქვია, საძალე მოწყობილობაზე შეექმნა პრობლემა, ალბონი მე-17 ადგილზე გავიდა, კოშმარი გრძელდება ვილიამსისთვის შეიძლება ითქვას. მონაკოში ჰქონდათ კარგი ორმაგი ქულების აღების შანსი. აიქ. ტაქტიკით. ტაქტიკა დავარქვათ. წავედით ლიდერებში, დავიწყოთ ფერარით, ფერარისგან დიდი მოლოდინი იყო განახლებების შემდეგ დავითიც დაადასტურებს სამ ყველაფერს. დავითი დაადასტურებს თუ დაადასტურებს. თუმცა ჰამილტონის აი ეს გავიგე რომ ადრე იყო შენასვლელი, მაშინ ესე ადრე რატო შეიყვანეს და
საერთოდ სოფტებზე გამოყენებულ სოფტებზე გადასვლა რა იყო? ძალიან სწორდება ფერარი. მე ერთადერთი ახსნა მაგას რაც მოუძებნე, ალბათ ძალიან გადახურებული იყო ბოლტი და გაგრილების გამო შეიყვანეს. ამ სხვა ახსნა არა აქვს, ანუ მან როგორც თვითონ თქვეს, ანუ ერთ-ერთ სეტზე ვერ იმუშავა მანქანამ, რა მოლოდინიც იყო. ბოლოს კარგია ინტერესზე რო არ გადაიყვანა. ხო, რა მოლოდინიც იყო, რომ ფერარის უკანა საბურავები ძალიან მაგრად ხდება და ეს ყველაფერი ავსტრიაში გამოჩნდებოდა თუ გამოსწორებული იყო, აი ეს თურმე არ ყოფილა გამოსწორებული როგორც ჩარლის მომენტში, ისევე ლუის ჰამილტონის მომენტში, ანუ უკანა საბურავები უბრალოდ პირველი რაც დაგვიანონსა, როდის უნდა შესულიყვნენ პირველ სტრინგზე, მაღაზე ადრე შედიოდნენ, იმიტომ რომ უბრალოდ კატასტროფა იყო. არც ორივე ძალიან შემეცოდა, იმიტომ რომ ავი ვილიამსზე ვისაუბრეთ და ამათ კიდე უფრო რამდენად კარგი პილოტები ყავთ, ხო? როგორც ლუისი, როგორც ლეკლერი, ლეკლერისთვის საერთოდ კატასტროფა იყო. კი, მონაკოში და კატალონიაში უქულოდ დაასრულა ლეკლერმა და აქ საერთოდ ჯობდა მე მგონი ესეც არ დაესრულებინა იმდენად კოშმარულად. და როგორ უყვართ ფერარიში აშკარად, ამ კიდე ხო გაუხანგძლივეს ახლა კონტრაქტი. ну იმედებს ამყარებენ ეს ფერარიზე ამყარებს და რაღაცა ბოლოს რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა აქვს რაღა ბოლოს უკვე აი ტოქსიკური შეყვარებულები არიან მართლა 7 წელიწადია უკვე ფერარიში ძალიან ბევრია 7 წელიწად შეიძლება კიდე 7 იყოს ზემოდან ფერარიში ჩარლი თანახმა რაღაც ეგეთი კონტრაქტი არა აქ თან არა და ჰამილტონი ისე პირველ სტინძზე სანამ გაუცდებოდა რა ძალიან სწრაფი იყო იქვე იყო რასელთან რა მომენტი აქვს კიდე იცი ანუ ლუისმა თქვა ზუსტად რა რაღაც დავზოგავთ ბატარეას რაღაც მოსახვევიდან რომ გამოვიდეთ იქ რომ უპირატესობა მივიღოთ რაღაც ანუ გამოვალ თუ არ მოსახვევდეთ ჩვენ დაცლილი გვაქვს მერსედეს უსავსე აქვს აი ანტონელი როგორ გაასწრო აი თითქოს აჩერებული ჩავარა არა ხო ლეკლერის რბოლა სასტრაფოდ დასავიწყებელია ლეკლერის კიდევ ერთი ლეკლერის გულშემატკი კიდევ ერთი მორიგი მესამე რბოლა ზედიზედ ლეკლერი გამოდის ისე რომ უნდა დაივიწყოს ეს რბოლები არ ვიცი ხო ავსტრიაში ტრადიციულად კარგი იყო ლეკლერი აქამდე და სილვერსტოუნზეც ტრადიციულად კარგი იყო და არ ვიცი ეხა ჰაილაითები რო ამოიყო ამ რბოლის 5-დან 5-ვეში იქნება ლეკლერი და 5-ვეში ასწრებდა კი ეგრე არის მართლა ვისაც არ დაეზარა ყველამ გადაასწრო ბოლოს გაფუჭებული ნორისიც მიადგა და იმანაც გაასწრო ლეკლერი კატასტროფა იყო თლიანად ფერარი არც ალბათ ეს განახლება ძრავის ტრადიციულად ფერარიმ განაახლა და უკან წავიდა როგორ წდება ხოლმე არა და თან ფერარი რო ძრავში ესე ჩამორჩება რაღაცა ალბათ მაინც ის დიდი პაკეტი ბევრად კარგი იქნება, უკეთესი იქნება და ალბათ აველოდოთ იმას მე მგონი ბელგიაში აპირებენ ამის გაკეთებას უბრალოდ რაღაც ფერარი ამას ელოდებოდა ძალიან რა და მეც მეგონა რომ ამის მერე ეს ხო არის ნათქვამი რომ ბარსელონაში თუ კარგად დადიხარ და სწრაფი ხარ მთელი სეზონი სწრაფი ხარ ფერარის რატო არ ვრცელდება ფერარი პირიქით არის ხო არ და ფერარი მოიგო რეალურად ბარსელონაში შემოდი ესეც თქვა რომ სტრატეგიულად მოიგო ფერარიმ და ჰამილტონმა მოიგო ეგრევა და არა ფერარი კი და ყველაზე ისეთი მომენტი იყო კიდე რომ ანუ სტრატეგიულადაც ბიჭო ტემპიც ჰქონდათ ანუ მე მგონი ეგეთ ტემპი აი მეორეზეც რო გასულიყვნენ მან იტყოდი რომ ტემპი ჰქონდათ და ეგეთ ტემპი მე მგონი წელს არსად არ ქონიათ მაინც როგორც ბარსელონა ხო აი მაინც ბარსელონაში იყვნენ ძალიან კარგი თუმცა აი სამმა პიტსტოპმა მაინც თავისი გააკეთა არა სტრატეგია სამი პიტსტოპიანი სტრატეგია იყო ჯამურად ყველაზე სწრაფი სტრატეგია ბარსელონაში ბარსელონა მოიგო ჰამილტონმა მე ესე ვიტყოდი ვიდრე ფერარიმ რეალურად და მისმა სტრატეგიამ წავიდეთ რედბულში რედბული რაღაცა რეინკარნაცია ხო გაცოცხლდა. აი ვისაც განახლებები მოუხდა, ეს იყო სწორედ Red Bull იმის მიუხედავად რომ Max ბოლოსკენ პრობლემები ჰქონდა და გაძლებაზე იყო იქ ანტონელისთან. საბოლოო ჯამში როგორც Max-მა ჰაჯარი ძალიან ყვაყოფილი იყო მანქანით და Red Bull-მა მართლა ვინც დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, ეს იყვნენ ზუსტად ხარები. ხო, თან აშკარად რაც არის, ეს ფრთახო რო დააღებს პირს, რა ვიცი, გაეტევა ადამიანი. მაგრამ მაგან დაღუპად კინაღა, მაგრამ ხო, რო დააგვიანა, მაგრამ ძალიან აშკარად ძალიან სწრაფდება, სწორზე მაგხელა ის გაასწრო რაღაც ძალიან შორიდან რო დაიწყო ეს მანევრი. მაქსმა? მაქსი, აჰა. თუ არ ვცდები პიასტრს. არა, ჰამილტონსაც ახლა არ გაასწრო და ან პიასტრი იყო. პიასტრის გაასწრო. ხო, ჰამილტონს. ან ჰამილტონს. ხო, არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში რაღაც ის Red Bull-ი გამახსენდა. ისე მაგარი ბრძოლა კი ქონდათ მაქს და ლუის
ერთი მომენტი სასწაული ვისი ამოვნე რასაც ხვი იქ მაქსმა კი დაიწყო ცოტა წუწუნი რომ ადგილი არ დამიტოვაო და ჯარიმაო მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცოდა რომ არაფერი იქ საჯარიმოა თან ისე დარწმუნები თქვა რომ ამაზე პენალტიაო რომ იმდენი გაუკეთებია თვითონ ასე ის გავსი იდენტური მაგ მომენტში ამ მოსახოვებში 300 ერთმანეთს რო დაყვებიან და როგორ ინდობენ დობა კი ეგ არის დრონი მე ხა მაგნუსენს არ შეყვებოდა იქ არც ერთი არც ლოუსონს რა მგონია მაგნუსენს ლიფტში ვერ შევყვები ისე მაგნუსენმა რეები დაატრიალა ხო დასკარზე გავახა ფაქტეურად ტრასაზე და მე ის ლანძღა ისე თან გალანძღა მე ამ ყველაფერთან დამტრევა არ ეყოფა მაგრამ ისიც საჩხუბრად მივიდა მიხვიდოდი საჩხუბრად გადაუარა კაცრბოლა გაუფუჭა არა ხო მაგნუსენობს დასკარშიც საერთოდ Red Bull-ზე მე მგონია რომ ცოტა ამ ცვეთას და რაღაცებს ნელ-ნელა თუ გამოასწორებენ შეიძლება ჩაერთოს ჩამოსაწერი არაფერში არ იქნება სიროდის არის ხო ცოტა ჩამქრალია რაღაცა ისე აღა ნაპრწკალი აღარ ხო და ეს რო იგრძნო ეხა რომ მანქანა შეუძლია მგონია რომ აი რაღაცას მოტივაციაც ცოტა დაუბრუნდება თან ძალიან საჭიროა Red Bull-ისთვის ეს იმისთვის რომ მაქსი შეინარჩუნო გუნდში ზოგადად რბოლა უნდა მოიგოს სადღაც უნდა დაინახოს რომ გუნდ შეუძლია რო ვერ შეინარჩუნოს აი სად უნდა წავიდეს მერსედესში ორივე ადგილი დაკავებულია მაკლარენში პიასტრიში გაცვლიან ფერარიში არ უნდა წავიდეს ანუ ახლა როგორც ფერარის კომაგი უნდა წამოვიდეს მაგრამ დავიც მისწავიდა დაიღუპა ყველა და ხო არ ვიცი მერსედესი მეც არ მგონია და მაკლარენში კიდე ლამბიასე რო გადადის ძალიან დიდ როლს თამაშობს რა და არ ვიცი მოუხდებოდა მე მგონი პაპაისფერი აუ პიასტრი გაისტუმრა ეგრევე ლანდოს ხო არ გაუშვებს ჩემპიონი გაუშვებენ ვერანაირად ორი ჩემპიონი იქნება გუნდში ისე რას ფიქრობ ლანდო და მაქსი ერთად რას უნდა ვფიქრობდე რა ვიცი განადგურებს რატო იმიტომ რომ ფაქტიურად თუ გადავა ლანდოს სახლში მივა ხო და სახლში მოუგებს ეს პირველივეს არ ვიცი რატომღაც გონია რომ ეგრე მარტივად საქმე არის თან რა არის ეს ლანდო ის ლანდო აღარ არის რა რაღაცნაირად ლანდოში რაღაც ძალიან შეიძლება მოუძალას ხედავ მაგრამ მარტივად არ არ მგონია რომ მაქსის სულ შეეშინდება ლანდოს ამ შეეშინდება შეხა იმას კი არ გულისხმობ ესე მაგრამ ზედმეტად რბილი არის ახ მაქსს რო შეხედავ თან შეცდომებს რო აღარ უშვებს და ამდენად ხისტი არის სულ რა ვიცი და იქით ლანდო რომელიც კი სწრაფია მაგრამ ანუ შენ გონია რომ გაანადგურა აუ მაგრამ შენ რას ფიქრობ მაგას? ბიჭო, აი რაღაც ცოტა არ მგონია რომ ეს განადგუროს, ხო, ლანდო, აუ ძალიან დიდი ძალა თან ლიომ რას თქვა მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა შენ გუნდში მოდის ვიღაც. იასტრიუგებ და უმრად. ხო და ლამის მოუგო რა ვიცი აი ერთი თან აკეთებს თან დადის მანქანიდან. არა, შარშან ეხ მაკლარენში. პიასტრი დაჩაგრის. ანუ ყველაფერი ისე გააკეთეს თუ რა ვიცი, განაახლეს ის მანქანა, მაგრამ განახლების მერე ან პიასტრი ვეღარ იგზნო ის მანქანა და იგზნო ლანდომ. ორკლიანი ტრასები. არ ვიცი. პიასტრიზე პიასტრი არასტაბილურია. შეიძლება გამოვიდეს და საოცრად იაროს და შემდეგ გამოვიდეს და ლოუსონთან წააგოს. თუნდაც როგორც იარა ეხლა. ეხლა როგორც ის რამდენიმე ბოლის. მე ლანდოს კი არაფერს ვერ ჭირდა, ძალიან სწრაფი არის. ანუ ეს რო შეხედავ წნეხი არა აქვს და სუფთა ჰაერში მიდის და რაღაცა ბოლის დროს, რა ვიცი. მოდი ბარემ მაკლარენზე ვისაუბროთ რა, ხან დავიწყეთ ლანდოზე და მოუჩით და ბარემ. პიასტრი მეოთხე ადგილი მშვენიერი რბოლა რეალურად, ხო? პიასტრის ვერაფერს დაუწუნებ, თავს ზემოთ ძალა აღარ იყო ახლა მერსედეს და ფერსტაპენს ვერ მოუგო და დანარჩენს ყველას 18 წამი თქვი ხო თუ ხო 18 წამიანი ჩამორჩენა იყო თუმცა ეს 18 წამი გახდა ბოლოსკენ მესამე სტინძე თორემ მანამდე რაღაც 7-8 წამს ეგეთი კატასტროფა არა ხო არა ეგრე როგორ ჩანდა მართლა არ იყო ახლა მაგ სხვაობ სტრატეგიასაც თავისი მიაქვს მაინც უბრალოდ ხო ეგ არის რომ ახლოსაც ვერ მიდიან ჯერჯერობით ახლოსაც არ იყვნენ მერსედესთან რა და არა და რაღაცა რბოლებში თითქოს იყო ახლოს აი Red Bull-ზეც იგივე თქვა სხვათა შორის ძალიან შორს ვიყავით Mercedes-ისგან და Red Bull-ისგან ანუ Red Bull-ს მართლა საუცხოო ტემპი ქონდა რბოლაზე ჰაჯარიც მას შვება უბავს ხარ აქ ვერ იტყვი რომ მასავით არის შარშანდელი ცუნოდასავით ან ლოუსონი თუ მაქსი ვერ ბრწყინავს თლიანი სეზონის მანძილზე ახლა რო შეხედო თორე მგონია რომ სხვაობა ისევე ძალიან დიდი ანუ არა სხვაობა დიდია ხო მაგრამ შედეგობრივად ფულებით ხო, არა, ანუ ქულებში არის ექვსეულში იქ, ანუ ისმას ვერ იტყვი რომ მერვეზე მიდის რა სულ რა, ხან იმას ჯობნის ნორის, ხან ლეკლერის ჯობნის,
სხვადასხვა პილოტსა პიასტრის შეიძლება აჯობოს, მოკლედ არ არის როგორც ცუნოდა, რომელიც კოლაპინტოსთან იბრძოდა და არა. რა უნდა და რო გადადიოდა ამ Red Bull-ში. ხო იძახთა რომ მე ვიციო. მოწამლული სასმელია, ხო იცი რომ მოგწამლავს და მაინც სვავდა. არ მე ესეთი შეგრძნება მრჩება ჰაჯარზე, რომ ანუ პელეტონში ვინც ყველაზე მაგრად იბრძვის თავისი ადგილისთვის და იბრძვის მანქანას არის ალბათ ჰაჯარი. ანუ ეს ხო საქვეყნო ცნობილია თუ რამის ტარება არის რთული, არის მეორე Red Bull-ის ტარება ყველაზე რთული. და ირავი, ჩემთვის ძალიან მაგრად უმკლავდება ისეთი მეც ეგრე მეც მეთანხმებით. შევაფასო. მაკლარენში დავბრუნდეთ, ხო მაკლარენის ალბათ აი რაღაცა ერთი პატარა აპგრეიდი ჭირდება, რომ მივიდეს Mercedes-ებთან რა, აი რაღაცა. მაგრამ თემა რა არის? იცი, ანუ ესენი სანამ მოამზადებენ ამ აპგრეიდს, Mercedes-იც მოამზადებს პარალელურად და რომც დაეწიოს, ის ერთნაბიჯ კიდე ზემოთ გადადგა. ხო, მაგრამ ხო 2024-ში Red Bull-მა რო დაიწყო და ძალიან დიდი სხვაობა იყო და აი შუაში უკვე სეზონის შუაში ისეთი აპგრეიდები ქონდა, რომ მე ჯობდა უკვე Red Bull-ს, ხო? სწორად გადაანაწილეს შარშან ეს ბიუჯეტი რა არის საშუალებასაც აძლევს შემდგომ უკვე განახლებები რომ წაიღონ ამ ტაქტიკას თუ მიმართავენ და ახაც თუ მოუგებენ Mercedes რაღაცნაირად არ არის ხო გამორიცხული რომ სეზონის მეორე ნახევარში მართლა ქონდეს ეს ბრძოლა 13 გვაქვს ხოლილის ძალიან წინ არის თავარია დაგვიბრუნონ ის ბოლები და ზუსტად მე-13 იქნება ამ შემთხვევაში თუ დაგვიბრუნეს ერთი მაინც თუ დაგვიბრუნეს კარგი იქნება კი მოკლედ რა McLaren-ს ალბათ ჭირდება რაღაცა პატარა ერთი აი ისეთი აპგრეიდები როგორც მაგალითად 25-ში იყო 24-ში გავიხსენოთ რა კარგი იყო ხო სეზონის მეორე ნახევარში McLaren-ი მოკლედ მე მაინც იმედი მაქვს რომ ველოდები რომ სადღაც McLaren-ი დაეწევა მეც ეგრე მგონია ხო თან უკვე გამოცდილება ამ გუნდს ამ იმას ძალიან დიდი აქვს რა ვიცი ხო ორი ტიტული აქვს უკვე ხო კი კონსტრუქტორებში ორი ტიტული აქვს ყველა მოიგო ტიტული Ferrari დარჩა ის. ყველა რა ლაპარაკია. ყველა Ferrari-ს გარდა ვისაც უნდა მოიგო, ყველა მოიგო და. Mercedes-ში წავიდეთ. და Ferrari დარჩა. თავარ კანდიდატებში ტიტულის რასელი გამარჯვება ანტონელი მესამე ადგილი. თუმცა ანტონელი აი წურავდა მეორე ადგილს ძალიან, ანუ რამხელა უპირატესობა გააქრო ხო ანტონელიმ რეალურად რასელთანაც და Verstappen-თანაც. ბოლოს ტინტზე არ ვიცი ხლა ვინმე თუ ადევნებს თაიმინგებს თვალს რა. ანტონელი იყო ძალიან სწრაფი იყო, ანუ ძალიან 4-5-მეათეც უგებდა რასელს წრეზე და 2-3-მეათეც უგებდა ხან მაქს შეიძლება ზოგ წრეზე 8-მეათედიც მოეგო რასელისთვის. ანუ ეს სუფთა ტემპით რო აიღო, არ ვიცი. ყველა სწრაფი იყო. კი. დაფრინავს. თან ბოლოსკენ საბურავიც ახლა მოდი თქვა. ცოტა ახალი ქონდა. თან მაქსის მანქანას პრობლემები ქონდა, მაგიტომაც ესე ეწეოდა. ხო, მაქსი ჯორჯს. ხო, მაგრამ ამასაც ხონდა ხუჭებზე. ჯორჯს ხონდა ყველაზე ადრეული საბურავები მაქს სამში რა. და მაგ ხრივაც არ ვიცი შეიძლება ჯორჯიც რაღაც შენახვის რეჟიმში დადიოდა, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში იცი როგორ შთაბეჭდილება დამრჩა რომ კიმი რო ოფილიყო რასელის ადგილას რაღაც უფრო დამაჯერებლად მოიგებდა კი მე მგონი რომ მოიგებდა 1-20 წამით ხო ვიდრე რასელმა მოიგო აი ოღონდ ამით რას უსმამ ხას იმას კი არა რომ რასელი ცუდია უბრალოდ მაინც რაღაცნაირად რასელი ვერ მეგობრობს ბოლომდე ამ ბოლიდან ისე როგორც კიმი მე იმაზრისგანაც შორს ვარ რომ ეხა მიუხედავად ამ სეზონში რომ ჯობნის კიმი ჯორჯს რა ვიცი რომ კიმი ზოგადად ჯორჯს ჯობია არა ჯორჯი რა ვიცი ჩემი აზრით ტოპ 3 ურბოლელია საერთოდ გრიდზე ახლა რო აიღო და უბრალოდ რაღაც მანქანასთან აი ძალიან კარგად არის კიმი ამ სეზონში და ამ რეგულაციებში ფაქტია რა აი ლეკლერმა თქვა ძალიან საინტერესო რაღაც რა რომ ამ რეგულაციების ბოლიდი ანუ ყველაზე ასე ვთქვათ ტკივნეულად აგიქვამს ამ პარამეტრებს, რა პარამეტრების ცვალებადობას. ანუ ბოლიდან ბოლამდე ისე შეიძლება შეიცვალოს ბოლიდიო პარამეტრების შეცვლით, რომ აი არ ვიცი გონია რომ საერთოდ სხვა მანქანაზე იჯექია და გონია რომ ეხლა სხვა მანქანაზე ხარ. ეხლაც შარლი იყო შარშან ავსტრიაში რა პარამეტრებითაც იარა, იმ პარამეტრებით იარა ეხლაც. ანუ არ ვიცი ამ რეგლამენტზე საერთოდ არ გამოადგა ეს პარამეტრები პირიქით, მაგრამ დაიჭადრა. ხო და ეს მანქანებიც ცოტა ისეთია კომპლექსურია წელს. ხო რეალურად რასელმა აი შე რო თქვი ძველი საბურავები ქონდაო. არ გამოვრიცხოთ რომ ის ზოგადად მაგის ხარჯზე მოიგო რომ ადრე შედიოდა ბოქსებში.
რეალურად მაქსი შეამცირებდა, დაიყვანდა 2 წამამდე, რასელი ბოქსებში შევიდოდა, გაიზრდებოდა 10 წამამდე. მე რედბულსაც შეეძლო მან ცოტა უკეთ რეაგირება, მე მგონი. გვიან შევიდა, ვითომ კი, მაქსი ცოტა დააგვიანა, ცოტათი. რაღაც უნდა შეყოლოდა, აი რაღაც ერთ მომენტში. ან ანდერკათი უნდა ეცადა. რატო არა? თან ტემპი ქონდა. ძალიან უცდებად საბურავად. უბრალოდ ხო, აი მაგრამ ტემპი ქონდა რა, ეხლა ვერ იტყვი რომ ტემპი არ ქონდა. მე მაქსის ადგილზე ეხლა ორი პიტსტოპით იყვნენ. კი, 3 არ მუშაობდა. არ მუშაობდა? არ მუშაობდა. ცადეს ვიღაცეებმა, მაგრამ 3 ბარსელონაში მაგრად მუშაობდა და აქ არ მუშაობდა. ისე რა იყო, იცი რომ მაქსმა ძალიან ბევრი დრო დაკარგა ჰამილტონთან ჭიდილში თავიდან, დაკარგა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყვნენ, 2 წამნახევარში იყვნენ და მე უცებ 6 წამამდე გაიზარდა და დახარჯეს ყველაფერი, საბურავები გაუწვდათ. იკიმი წამოეწია. ეგ უთხრა კიდევაც დადლი რასელს, რომ ანუ გამოიყენეო ეს ეპიზოდი. გამოიყენა, ანუ რასელმა ყველაფერი გამოიყენა, რისი გამოყენება ორმაგი ყვითელი დროშების არქონით დაწყებული. მაქსი ლუისის ბრძოლით დამთავრებული. იმდენად სწრაფი არ იყო რომ ბოლა მოიგო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა და მოიგო. აი ინტელექტის ნაზავი იყო სისტრაფესთან ალბათ. ანუ რასელი ძალიან ჭკვიანი, ანუ ძალიან კარგი პილოტია ამ მხრივ. ჩემპიონატში რა ხდება? ჩემპიონატში ანტონელი კვლავ ლიდერობს, თუმცა 40 ქულამდე შემცირდა, ხო? ანუ რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი ბოლო ორბოლაში 28 ქულა ამოუღო რასელმა ანტონელის მიუხედავად იმისა, რომ კატალონიაშიც მე მგონი ანტონელი უფრო სწრაფი იყო რასელზე და მე მგონი კი არა, უფრო სწრაფი იყო, გაასწრო კიდევაც ხო ტრასაზე. და აქაც უფრო სწრაფი იყო, თუმცა ინტელექტის და აი ამ ყველაფრის მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე 28 ქულა ამოუღო ჯორჯმა. გამოცდილება მაინც თავისაშოება და ეს სვაგას ვამბობ ხოლმე კიმი ამან არ დაღუპოს სადღაც წელს. იმდენად სწრაფი არის, რა ვიცი. ო, ჰამილტონი დაკარგა მეორე ადგილი, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, ეხლა ჰამილტონს გაუჭირდება ამ ფერარით მეორე ადგილის შენარჩუნება, თუმცა თუ მიაწვდიან ტექნიკას, აგერ დაამტკიცა როგორ შეუძლია სიარული უკვე წარმოდგენაც და მონცაზე და ბელგიაში რა იქნება ფერარი. არა და მონცა და ბელგია ყოველთვის რაღაცა ძლიერი მხარე არის ხოლმე ფერარისტის და ეხლა არ ვიცი რაღაცა უნდა შეცვალოთ, თორე მერსედესი იმდენად სწრაფია, კიდე ორმაგად ჩანს ხოლმე სხვა გუნდების მინუსები. კი. ესე მაკლარენი როდის უნდა აჩქარდეს მერსედესის ძრავით. გეტყვი. იცი, მაგრამ არ მეტყვი ხა. მოკლედ ჰამილტონი მესამეზე, პიასტრი გადავიდა ამასობაში მეოთხე პოზიციაზე ჩემპიონატში. ეს დროებითი მგონი. პიასტრი პირველი რბოლის გარდა ყველაში ქულები აიღო. ანუ რაღაცა სტაბილურია. უბრალოდ რაღაც არ ჩანს არა. უბრალოდ არ ჩანს, ხო, აი ტრასაზე არ ჩანს, მაგრამ მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში. მართალია თითო ქულას უგებს იქ ნორის და ლეკლერს და 7 ქულას მაქს, ანუ მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ხო, ამ ეტაპზე კარგია. მეოთხე ადგილზეა. რა გააკეთოს? მაქსი აგებს 100 ქულას, ხო, ეხლა კიმისთან. კიმისთან აგებს 100 არა, 98-ს. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრია, თუმცა დაკაჩა შარშან მეგეთი უფრო. მაქსია, არა, იმიტომ რომ ეხლა უკვე იმედი მიეცემოდათ, ხო, რა ვიცი, ამ რბოლის მერე და ამ თავისი ფრთით და პლუს იმის რომ ძრავი აშკარად კარგი აქვთ. მე მგონი ჩხაროსნულ ტრასებზე რაღაც სიურპრიზებს შემოგთავაზებენ. კი, არ არის. არა, თუ დაიძაბება ძალიან მაგარი იქნება, ეხა გავიგერო ერთმანეთში ბძვიან, მაგრამ მარტო აი, თემა რა არის, იცი? აი, რომც დაიძაბოს და დაიწყევს მაგალითად მაქსმა მოგება, ხო? მაგალითად იქ რაღაც რბოლაში ჰამილტონი გამოვარდეს, ლეკლერსაც იქნება ეშველოს საბოლოო ჯამში, ნორისმა აი, ყოველთვის მერსედესი გავა მაინც მეორე, მესამე, მეოთხე. Red Bull შეიძლება მაქსმა მოიგოს ერთი რბოლა და შემდეგ ბოლაში მერვეზე გავიდეს, ან მეშვიდეზე რა, აი ეგ პრობლემა არის რა. აი თუ ერთმანეთში არ წავა ბრძოლა, ახლა მაკლარენი გადარჩა იმ ხრივ, რომ ერთმანეთში თითქმის არ ქონდათ ხო ეს დაძაბულობა პიასტრის და ნორის. და ამათ აქვთ. სადღაც თუ დაამტრიას ერთმანეთს. ხო, აი რომ ეგ უწევს. ხო. არა, ჯერ არ ყოფილაში უწევს. კანადაში იყვნენ ახლოს უბრალოდ გაექცა. ჯორჯი კანადაში. თავის ელემენტით. გონი ფეტელი მჭირდება, რომ ეს ბუზე დაიჭიროს იქნება. კონსტრუქტორებში მერსედესი აკაც 98 ქულა, სხვაობა ოღონდ მერსედეს და ფერარის შორის არ არის აქ მაქსი, აი Red Bull-ი მართლა რამდენი 200 ქულას აგებს ფაქტიურად.
Mercedes-თან, McLaren-ით ძალიან ჩამორჩენილი არის. მე მგონი McLaren-ს გაუჭირდება მესამე კონსტრუქტორების მოგებაზე. არა ხო, ეს უპირატესობა და კონსტრუქტორებს ნამდვილად ხვდები რომ არ დაკარგავს Mercedes-ზე. ძალიან დაბალი შანსია მაგის. მართლა ძალიან დაბალი შანსი არის. მეხუთეზე Alpine აუთსაიდერებზეც თქვათ, ორიოდე სიტყვა Alpine და Racing Bulls-ი იბრძვიან მეხუთე ადგილისთვის 47-44 ქულის წინააღმდეგ და 100 უკვე შუაში არის. არ ვიცი თუ რომელიმე გუნდმა ბექმარკერები და რაღაცა მეგა განახლება გააკეთეს, შეიძლება ჩაერთონ Alpine-თან და Racing Bulls-თან ბრძოლაში. პირად ჩათვლაში გასლი არის აქ ლიდერი ჩემპიონატის ბექმარკერების. თუმცა ლოუსონი 40 რაღაცა ქულა აქვს, ხო? 41 ქულა აქვს გასლის და 42 აქვს ჰაჯარს. ანუ ჰაჯარმა ეხლა ხანს გადაასწრო. ოკონს 41 ქულა როდის ქონდა ბოლოს რომ ეს არა, ოკონს შარშანდელ სეზონში 38 ქულა ქონდა, შარშანწინდელში. არა 41, შარშანწინდელში 23. აი, მაგას თუ გაყევი, შეგიყვარდება და ნებეთ. აგერ 23-ში აუღია 58 ქულა აქაც წააგო გასლის. აზრი არა. აზრი არა აქ. ასეთი არის ჩვენი ცხრილი. ვინ არის შენი დღის ბოლელი, დავით? მაქსი. მაქსია საბოლოოდ. რატო? მაინც შედეგობრივად თუ ბოლოს მოულოდნელიც იყო ასეთი სიჩქარე. თან რა ვიცი, კარგად იარა ისიც რომ ეხა Mercedes-ებს შორის ჩადგა და კიმის არ გაასწრებინა, ეგეც დასაფასებელია და საბოლოო ჯამში მეორე ადგილზე გავიდა და წამნახევარი წააგო პირველ ადგილოსანთან და იმათ მოგებას ელოდები და ამისას არ ელოდებოდი რომ ასეთი სწრაფი იქნებოდა. ძალიან ლეგიტიმური შეტყობა. ისე გაასწრო, ისეთი ლამაზი overtake იყო, რომ ზოგადად ეგ ბრძოლა ყოველთვის საინტერესოა. ალბათ მაქსი ხო, მაგრამ აი მაინც ცოტა ჯორჯისკენ ვიხრები რა, წეგარაზეც ვილაპარაკეთ რა. იქ რო აღარ დაუბრუნდე, აი მაინც რაღაც და ეს მომეწონა რაღაც ჭკვიანურად წარმართვა რბოლის რა. ეს არ იყო რაღაც მანქანა სწრაფია და მოვიგე. მარტო ეს არ იყო რა და აი მაინც ჯორჯს ვიტყვი. მაინც ჯორჯს ვიტყვი? სამივე მაქს ხო არ ვიტყვით. აშე ბორტო ხო? სხვათა შორის მე ბევრი ვიფიქრე პიასტრი ხო არ თქვა მეთქი, იმიტომ რომ ანუ ნამდვილად კარგი რბოლა ჩაატარა ოსკარმა, მაქსიმუმი გამოწურა McLaren-იდან. მოდი მე საერთოდ განსხვავებული ვიქნები პიასტრის ვიტყვი რა. იმიტომ რომ რეალურად აი რაღაც ბოლიდის სისწრაფეს გადაახტა რეალურად ოსკარი და ერთ ნაბიჯში იყო პოდიუმთან. ხო. მე ვიტყოდი ოსკარს მიუხედავად იმისა, რომ პატა ცოტა ესე აქნევს თავს. საერთოდ. ბრაზებენ. კი, არა, პიასტრე შენ გაბრაზებს ხოლმე. მაიც პაპაი ხარ. შეკითხვები ვნახოთ YouTube-ის. არ იყო ბევრი შეკითხვა და გულშემატკივარს მოუწოდებ რომ დასვან შეკითხვები ვიდეოს ყურების დროს, რამე შეკითხვა თუ გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში და ჩვენ შემდეგ გადაცემაში გავცემთ ამ შეკითხვებს პასუხს. მოდი დავიწყოთ გიორგი პანკველაშვილი, ჩვენი ერთგული მაყურებლის შეკითხვა. თქვენი აზრით, გასლი ჰაჯარზე წინ დარჩება სეზონის ბოლოს, არა? მე მგონი გიო ვიცი რომ გასლის გულ შემატკივრობ, მაგრამ ძალიან გავჭირდება. დავით იქნებ შენ მოწე იმედი. მე მგონი რომ Red Bull-თან ისე უმატებს რომ კი, არა. ძალიან გაუჭირდება გასლის. ლოუსონის წინ თუ დარჩება, მაგაზე იფიქროს გასლი. დაიწყო. შემდეგი შეკითხვა, სერ ლუისი კარიერას დღეს რომ იწყებდეს ფორმულა 1-ში, შეიძლება თუ არა იგივეს მიღწევას, რასაც მიაღწია. არა მგონია. მაშინ არ გგონია? ალბათ არა, ანუ ხო ცოტა რთულია. ეგრე დაეწყოს ყველაფერი ლუისის კარიერა, როგორც ანუ იგივეს მიაღწია, სულ ორმა ადამიანმა მიაღწია 75 წლიანი ისტორიაში და ანაირად ცოტა რთული იქნება. ანუ თუ დაეწყობა ისე კარიერა, როგორც დაეწყო, ახლა პილოტი იმდენად ძლიერი და იმდენად სტაბილური არის ლუისი, რომ ხო. მარტო პილოტის სიძლიერე არ ყოფს უბრალოდ მაგას. ანუ ამ მიღწევებს სჭირდება უკვე სხვა რაღაცა. ანუ აქ ალბათ ვერა. ხო, ძალიან გაუჭირდება თუ იგივე მას გაყვება ხას, თუ ისევ McLaren-ში იქნება თავიდან, მერე Mercedes-ში გადავა საჩემპიონოში, რატო არა, მაგრამ იგივე სცენარი რო თავიდან გაატარო, რა სიზამს მაგ შემთხვევაში იგივე სიზამს შეიძლება უარესი გააკეთოს. შეიძლება მეტიც ქნას. როსბერგს არ მოაგებინა 2016 წელი.
2021-ში შეიძლება კიდე რა შეიძლება წააგოს კიდევ როსბერგთან. ხო, სადღაც მანქანა გაუჩეთ. ხო, ნუ საბოლოო ჯამში მე მგონია რომ აგონია როსბერგთან წააგოს. არა, როსბერგი ძალიან კარგი იყო. უბრალოდ ფსიქოლოგიურად განადგურდა ლუისთან და აი გაიქცა ფაქტიურად ჰამილტონს, ხო? ხო, მოიგო და წავიდა რა. დატოვა, ასე ვთქვათ. ტიპი 2008-ში იბრძოდა ჩემპიონობისთვის და დღესაც ანუ არ ვიცი, ჰამილტონი რაღაცა ფენომენი კი არა, რა უწოდო, არ ვიცი. კი არა, ფენომენია, აბა რა არის მართლა ორმა ადამიანმა შეძლო იმის მიღწევა, რასაც ლუისმა მიაღწია, ხო, ლუისი და შუმახერი არის 7 გზის ჩემპიონი და მე ველოდები ვინ მოხსნის შუმის რეკორდს 5 ZZ ტიტულს. საინტერესო. აი, ეგ მგონია რაღაცა მიუღწეველი 5 ტიტული. ჯერჯერობით ასე ჩანს. არა და მაქსი ახლოს იყო ახლა, ლუისიც ახლოს იყო 21-ში ამასთან. 5 ტიტულთან ZZ. პეტელი არ იყო ახლოს, მაგრამ პეტელი არ იყო ახლოს, მაგრამ შეიძლება. აი მაქსი და ლუისი ახლოს იყო, მაგრამ ვერ რა, აი ეს მაინც. არა, პეტელი იმ სეზონში ძალიან ცუდი იყო. არა, მე სეზონში. მანქანაც არ ყავდა ისეთი, რომ ებრძოლა. თქვენი აზრით, რომელი იყო ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო ბოლიდი? ალბათ უდავოდ W13, ხო, 20-ის Mercedes. ვიზუალურადაც ალბათ და აი თან on-board კამერას რო უყურებდი, თითქოს თითქოს არც უჭირდათ დამორჩილება ან რაღაცა ვიბრაცია იდეალური იყო რა. კი, ანუ ის მახსენდება ხო on-board-ები, მე რო უყურებდი on-board-ებს მუდმივად, აი რაღაც სტაბილური ერთი კორექტირება არ ახლაც აქვს Mercedes X სხვათა შორის. ანუ აი ანტონელის on-board-ი რო ნახო და მე რაღაც ლოუსონის, ლეკლერის არ ნახოთ არ ლეკლერის სუდად გახდეთ. მუდმივად ბოლომდე ატრიალებ საჭეს. ხო, აი ახლაც შეიმჩნევა ეგ რამდენად დაბალანსებულია Mercedes-ის სხვა მანქანებთან. გადამუხრუჭებები რაღაცეები არის ხოლმე და იქ საერთოდ არისო, ანუ კორექტირება არ ხდება. აი ლუისი მართავდა აქ. ვალტერი ბოტასი და სხვებზე ერთი თავით მაღლა. კი. აი ვალტერი თავის დროზე კარგი იყო, სანამ გაშიშვლდებოდა და ხო. ვილიამსში კარგი იყო. ფოტომოდელობას მიმართავდა, არა Mercedes-შიც კარგი იყო რამოდენიმე სეზონი. 11 რბოლა აქვს მოგებული. ცოტა. და ლეკლერს არა აქვს 11 რბოლა. რა 28 კვალიფიკაცია აქვს თუ რამდენია? 27. 27 რაღაცა. ლეკლერი ათეულში, ისტორიაში შედის ათეულში კვალიფიკაციების მოგებით და ერთადერთია, ვისაც ტიტული არ აქვს ამ ცხრილში. რა წავედით Silverstone-ი, რომელიც იქნება შემდეგი ეტაპი, რომელიც იქნება 4-5 ივლისს და რა თქმა უნდა იქნება სეტანტა სპორტის პირდაპირ ეთერში, არ გამოტოვოთ დიდი ბრიტანეთის გრან-პრი, რა მოლოდინი გაქვს დავით Silverstone-ისგან? მე მგონია რომ Mercedes-ი გაფრინდება და Red Bull-იც გაყვება ეგრე მგონი, მაქსი გაყვება რა, არცა ეგრე მგონია რომ მოხდება და თუ წვიმა იქნება, ხო და თუ მოწვიმა მარტო Ferrari მიცის წვიმაში როგორ დადიანო და ნახოთ რა ვიცი. მე მოლოდინი არ ვიცი, Ferrari იმდენად ცუდი იყო აქ სწორ მონაკვეთებზე, რომ ცოტა ეჭვმეპარება Silverstone-ი წაადგეთ. წვიმაში. მგონია არ ვიცი, იქაც გაუჭირდება. შალზე ხო, შალ პირობებში გაუჭირდება ძალიან. რატომღაც მაინც Russell-ს ვფიქრობ რა, რაღაც ეს ბრიტანული ის. და მგონია რომ McLaren-ი უნდა იყოს უკეთესი ხო, რაღაცნაირად. და აი რაღაც მგონია რომ ცოტა ხანი ცოტა Russell-ის პერიოდი მოდის და კიმი ისევ დაიწყებს იმ წარმატებულ სვლას, რაც ჰქონდა სეზონის სტარტზე. შეიძლება ვწდები, მაგრამ რაღაცნაირად Russell-ს მიგრძნობს გული ისევ. Hamilton-ი მოიგებს Silverstone-ს. შვენიერი. რატო მაგრამ ესე მგონია. შენის ჩემსავით დაგეწყობე რომ ლეკლერს მივყვები მთელი ცხოვრება. ფენტეზიში და არა მოგიღია ჯერ. არა, მაგრამ 17 Hamilton-ს გაყვეჯობია. ლეკლერს მე მგონი ის გოგოც ნანობს რომ მე მგონი ის ბავშვი შეეხარ ხო ლეკლერ? Nothing, just an incident. დედათ მიყვები ლეკლერს რომ მე მგონი ის შეეხარ და აგერ მოიძებდა Ferrari. მაგრამ სასაცილოა რამონ როგორ რას ესე უმაშო მთელი მონდომებით რო არის. ბოლოს იხჭობა ლაბის ბავშვი. ისე თუ აი მაგარი მზე იქნა და რასაც ახლა ანონსი არის Wimbledon-ზე გაგრას სულ Wimbledon ერთ დროს არის Silverstone-ი და Wimbledon-ი თუ მართლა ის მზე იყო რაც არის იქ საბურავი დადნება ალბათ რა ვიცი
მოსახოვებში რა გაუძლებს? უიმბლდონის დროს რა ხდება ხოლმე მაგ დროს? ძალიან დიდი სიცხეროა. არ ყოფილა ხოლმე შარშანდელი უიმბლდონი იყო, როცა რაღაც რეკორდული ტემპერატურები დაფიქსირდა და წელს საერთოდ, რა ვიცი. მაგრამ მაინც თამაშობენ, ხო? ანუ კი, მაგრამ ეხლა პირველი ცენტრალური და პირველი კორტი იხურება და ეგ ცოტათი შველით, მაგრამ როგორც წესი წვიმას ებრძოდნენ ხოლმე უიმბლდონზე და ახლა მზე არის. ხო, არ ვიცი, ამ ხრივ. ხო, თან ჩოგბურთზე წვიმის დროს არ თამაშობენ, ხო, საერთოდ ეს არ არის, ხო? ხო, საწვიმარი ჩოგნები არა. თითქმის 200 კილომეტრი არის, მე მგონი სილვერსტოუნიდან და უიმბლდონამდე დაშორება. ვნახულობდი ერთხელ, იმიტომ რომ იმაზე უიმბლდონზე წვიმდა, სილვერსტოუნი იწყებოდა და ხურება მინდოდა. ფენტეზიში რამდენი ქუა აიღებ? ფენტეზიში ავიღე 158 თუ. მოგიგე ამჯერად. შენ თამაშობ ფენტეზი? 158 აღარ რატო? გამოდერიმეჯერ დამაუწყდა და დამრჩა ლეკლერი ჰამილტონი. ლეკლერი 2x-ზე და აი ლეკლერი ყავს 2x-ზე 3x-ზე და 3x-ზე რო დააყენე საერთოდ მეტი კი არაფრით არ ვაგებ, ანუ. სუნჯერა მაინც ამ ლეკლერის და რა აი ზუსტად. კი არა, პატას უკვე მეცინება ხოლმე კიდე ლეკლერი. სადღაც გამომადგება ეს კაცი. სადღაც უნდა გამოგადგეს. არა პოული უნდა აიღო და ეგეც ვერ აიღო. არა და ძალიან სწრაფია, აი ესე ერთ წრეზე რო აიღო, შეიძლება ყველაზე სწრაფიც არის. კი, ანუ შედეგებიც მეტყველებს ხო ამაზე. თან ყველა რეგლამენტზე. ხო. მე პერესი გამიგდია, არ მყოლია პერესი. რატომ ახსოვდა რომ პერესი მყავდა იმ? ხო, არა, ორი კადილაკი რო ყოლოდა. ო, არა, მყავდა. ორი აუდი მყავს ეგ არის. პერესი რო იყო არ მახსოვდა, ახლა შენ გამახსენე. არა და პერესი კარგი არის. ბოტას ცალსახად ჯობია და არა, ვალტერი ხო რაღაცნაირად არის. მოკლედ შენ მახსოვს ერთხელ შეადარე, რომელი წელი იყო, არ მახსოვს 19-იან როცი რაღა ჯოვინაცი და რაღა პოტასიო. რატო არ მახსოვს? რატო და ის რო გააკეთა, გახსოვს? აჩქარება რო ვერ გააკეთა და უკან რო აუ ჯოვინაცი რა გააკეთა მან ბარსელონაში იყო ხო მე მგონი რომ არ აჩქარდა ყველა რო დაიმტრა უკან რაღაც ჩაეძინა ევრონასკარის გააკეთა პოტასი იყო მე მგონი იმაში ვინც ვისაც უნდა აჩქარებინა რა თავიდან და აჩქარა გაჩერდა მომენტი იყო თუ რაღაც პორტუგალია რაღაცა ეგეთი მახსოვს შინელი ავარია იყო ყველა რაღაცი გველოდები უნდა დაიზრო და უკან რაღაც ცვივა ის ფრთები არა კატასტროფა მოხდა მან არა ჯოვინაციც ცალკეთება და მაშინ შეადარა ვალტერი პროსტარა ჯოვინაცი მოკლედ მადლობა დავით შვედიერი ანალიზი იყო შვედიერი განხილვა იყო მომეწოდა ძალიან და დავიმშვიდობოთ მაყურებელს უკვე შევხვდებით Silverstone-ის ბოქსებზე, რაღაცა ბოქსები პატასთან და ლიოსთან ერთად. ხო, სანამ დავიმშვიდობებით, შევახსენოთ მაყურებელს, რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100% ნატურალური ენერგეტიკული სასმელი. აბა, ნახვამდის. პროექტი. კარგად.